განცხადება მინდა გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ უშუალოდ ჩვენ საქმეზე ჩემი აზრით და ეხლა რასაც ვიტყვი ეს არის მხოლოდ ჩემი აზრი და არა საერთო აზრი ხორციელდება პირდაპირი ზემოქმედება და ზეწოლა. ეხლა რაც გულისხმობ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველას გვინდა რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობდეთ. და ვინმეს რამე პასუხისმგებლობა თუ აქვს, უნდა გადაწყვიტოს, ვინმეს რაღაც რამე პასუხისმგებლობა თუ ეკისრება, უნდა გადაწყვიტოს სასამართლო. მე მგონი ამ ყველაფერზე ვთანხმდებით. ეხლა რატო ვიძახი ამ ყველაფერს? დაახლოებით 1 კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ დაგვადანაშაულა ჩვენ, იმაში რასაც პროკურატურა გვედავება, ანუ პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენ უკვე დამნაშავეები ვართ, ფეთის და არ გვია უდანაშაულობის პრეზუმცია. წინასწარ მოგვისაჯა და მე დაიწყო ლაპარაკი რაღაც ჰუმანურობაზე. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მე არავის ჰუმანურობა არ მჭირდება და თუ რამე პასუხისმგებლობა არის საჭირო და მეკისროს, ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლო. ეს ერთი. მეორე. როცა ადამიანს შეუძლია რომ ქალს, პატიმარ ქალს ცილისწამებით და ტყუილით შეეხოს და როცა შეუძლია რომ პატიმრის ოჯახზე ილაპარაკოს ისე როგორც ილაპარაკეს, ეს არის არაკაცობა და მეტი არაფერი. დავამატებ კიდე ერთ რამეს ვიტყვი და დავამთავრებ ძალიან მაგარი. მე აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ, რასაც ვამბობ და რასაც ვაკეთებ. და არავითარი ჰუმანურობა არ მჭირდება კიდე ერთხელ ვიმეორებ. და კიდე ერთი რამე. ეს უკვე სხვებს ეხებათ და მიმხედრი მიხვდება. სანამ რაღაცას დააპირებთ და ცდით, უნდა იცოდეთ ვისთან ცდილობთ და ვისთან პირდავთ. დიდი მადლობა.